მოგესალმებით პატრიცემულო ტელემაყურებლებო, დღეს სოლიდარების სტუდიიდან წავიყვანთ გადაცემას ახალ პარადიგმას, როგორც ყოველთვის სამშაბათს, ეს სამხედრო თემასთან იქნება დაკავშირებული. დღეს მე წავიყვანამ გადაცემას და ჩვენი სტუმარი იქნება დღეს გენერალ-ლეიტენანტი გიორგი შერვაშიძე. ის არ არის პირველად ჩვენთან სტუდიაში და მე ასე ვფიქრობ, რომ ჩვენ იცნობთ მაგას, ის ხშირად გამოდის სტუდიაში. ადამიანი, რომელსაც სრული სამხედრო განათლება აქვს, მონაწილეობა აქვს მიღებული ყოველ იმ ეტაპზე, სადაც საქართველოს ჯარის მშენებლობა იყო, თავისი ღვაწლი აქვს შეტანილი შინაგანი ჯარის ჩამოყალიბებაში და ადამიანს, რომელსაც დამთავრებული აქვს თბილისის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებელი აკადემია და უამრავი კურსები, სადაც კვალიფიკაციას როგორც კი თანამდებობაზე ნიშნავდნენ, ამ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს გადიოდა. დღევანდელი გადაცემა ჩვენ გვინდათ მიუძღვათ აი მდგომარეობას, რა მდგომარეობას არის, არა მარტო გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომელსაც სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური სივრცე ქვია, არამედ ის მდგომარეობა, რომელიც სოფლიოში არის. ჩვენ გვინდოდა სამხედრო თემასთანაც გვინდოდა დაგვეწყოს ლაპარაკი, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომთან არის დაკავშირებული, მაგრამ იმდენი ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც ხდება ევროპაში, ეს მიუნხენის კონფერენციაზე მაქვს ლაპარაკი, ის რომელიც რიადში დღეს შეხვდნენ დელეგაციები რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციები, პირველ პირებთან ლავროვი იყო იქ და დევიდ ვენსი, ვიცე-პრეზიდენტი, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ამ ორ დელეგაციას, 4.5 საათი იყო შეხვედრა და როგორც ამბობენ, ძალიან ბევრი საკითხი იყო, რომელ საკითხებშიც მიიღეს თანხმობა, რომ გარჩევას ორივე მხრიდან და წაიღო ეს ალბათ ეს ნალაპარაკები თემა, შემდეგ ესე იგი, როგორც ამბობენ, არ ვიცი, მოხდება თუ არ მოხდება თებერვლის ბოლომდე ამ საკითხების განხილვა, პრეზიდენტები შეხვდებიან თუ არა ტრამპი და ისინი, მაგრამ როგორც ამბობდა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, რომ ალბათ ვერ მოესწრება, რადგან 28 რამაზანი იწყება და რთული არის არა მარტო რამაზანთან დაკავშირებით, არამედ ამ საკითხების ძალიან ბევრი საკითხი არის. და ის, რომელიც ჩვენ განვიხილეთ უკვე არაერთხელ, რომ მიუნხენის კონფერენცია, აი თავდაცვისა და უშიშროების კონფერენცია არის უფრო მეტად ეს და მიზღვნილი იყო უფრო მეტად უკრაინის საკითხებთან. და ის, რაც ხდება დღეს ევროპაში, ნატო როგორ არის ამისთვის და ის ქვეყნების პირველი პირები, რომლებიც გამოდიოდნენ იქ და ამბობდნენ იმას, რომ საჭირო არის უკრაინისათვის მხარდაჭერა, რომ უკრაინამ ეს ომი არ წააგოს და ამისათვის საჭირო არა მარტო თანხები, ამისათვის საჭირო ტექნიკა, შეიარაღება და ის, რომ უკრაინის დამარცხება იქნება ნატოს დამარცხება, იქნება ევროპის დამარცხება და ამიტომაც არის საჭირო ძალისხმევა მთელი ნატოს, მთელი ევროპის და შეიძლება მთელი მსოფლიოში ვისაც კი შეუძლია, რომ რუსეთის აგრესიას წინ აღუდგენ. მაგრამ გამოვიდა იქ დევიდ ვენსი და განაცხადა, რომ ამერიკის მიდგომა ამ საკითხთან მიმართებაში ცოტა სხვა არის. ამიტომ ჩვენ დღეს განვიხილავთ საკითხებს არა მარტო ამასთან დაკავშირებით, არამედ საკითხებს განვიხილავთ რომელიც სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ სივრცესთან იქნება დაკავშირებული, ჩვენ რა გველის, რადგან ჩვენ ვიცით, რომ აი კვირას დამთავრდა 2 დღის წინ, აფხაზეთშიც დამთავრდა არჩევნები და მინდა დიდი მადლობა გადაუხადო აი ზუსტად ჩვენი სტუდიიდან, აი აზერბაიჯანის მთავრობას, რომლებსაც არ ცნო ეს არჩევნები, აი ეს როგორც ლეგიტიმური, რადგან ის ამბობს, რომ საქართველოში ის მიესალმება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რაზეც მე ვფიქრობ, რომ სომხებსაც უნდა ეთქვა რამე, მაგრამ სომხებს ალბათ აქვს თავისი სხვა შეხედულება. ბატონო გიორგი. დიახ, ბატონო. მე აი მინდა თქვენ ხშირად თქვენ ხართ აფხაზი. აფხაზი და ამაყობთ იმით, რომ ხართ აფხაზი და თანაც ისეთი შტოს წარმომადგენელი, აი დიდი თავადების, შერვაშიძეების წარმომადგენელი და დღესაც გაქვთ იმათთან შესანიშნავი კავშირი, ურთიერთობებზე მაქვს ლაპარაკი, ურთიერთობები, ბევრ რჩევებს ღებულობენ თქვენსგან. ბევრ აი ასე თუ რაღაცა მათ უჭირთ და ჭირდება განსაკუთრებით ეს ჰოსპიტალთან არის, საკანონმდებლო ორგანოებთან არის დაკავშირებული. ამ საკითხებში გვერდში უდგახართ მას. თუ რაღაცა იქ ხდება, თქვენ ყველაფერი ეს კარგად იცით.
და ამ არჩევნებიდან გამომდინარე, ახლა იქ როგორც ამბობენ, ორი ის იყო, ორი კი არ იყო, იქ რამდენიმე იყო, მაგრამ ვინც გავიდა, ესე იგი, ხო, 4 იყო, მაგრამ იქ იყო 2%, 3%, აი ასეთი ისინი, მაგრამ ვინც გავიდა 2, ეს არის 46%-იანი და არის 26%-ით ვინც გავიდა, ეს არზიმბა არის 26-იანი. ხო. აი მინდა თქვენ მოკლედ ეს გააკეთოთ და მე ძირითად იმ თემებზე გადავიდეთ, რაც მიუნხენის ის არის, რაც არის მდგომარეობა აი ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების და ეს რა გავლენას იხორინებს ევროპაზე, რომელიც დღეს პარიზში შეიკრიბენ, იყო ესე იგი პირველი პირები და ის მათმა განკარგულებაც გასცეს იმისათვის პარიზში ჯარებისათვის, ამას როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ ესე იგი უნდა გაიზარდოს ჩვენ გავზდითო ბიუჯეტსო ჯარების, ჩვენო ტექნიკასაც მომზადებსო, ყველაფერს და ჩვენ არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ რუსეთსო რამეო კონდესო ზედმეტიო ვიდრე ეს ჩვენ შეგვეძლება კონდეს, რომ ამ საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის დამარცხება ნათელი გახდესო. აი მინდა ამ თემიდან დავიწყოთ ჩვენ. აი აფხაზეთის იმაზე და გადავიდეთ მე ამ სოფლიოში რა ხდება აი ამასთან დაკავშირებით და საქართველოს რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? აი თქვენ როგორ უნდა შევხვდეთ? იმიტომ რომ ჩვენთანაც მე ჩვენ შევეხებით ხო ამ ჩვენთანაც რა ხდება აი ასეთი ეს მიტინგები აი ეს სახელმწიფოს მდგომარეობა რაშიც არის ახლა პრეზიდენტის გამოსვლაც იყო ყოფილი პრეზიდენტზე მახმე ლაპარაკი სალონ ბრიფინგის ჩაატარა რომელიც მიუნხენშიც იყო ჩასული ამერიკაშიც იყო ჩასული ინაუგურაციაზეც იყო იანვარში ჩასული თქვენ გახსოვთ ხო ეს ყველაფერი და აი ეს ყველაფერი რაც ესე იგი აი ასე ხელვა მოდის ამ ევროპიდან ნუ ამერიკიდან უფრო ნაკლებად მაგრამ ევროპიდან ძალიან დიდი ისინი მოდის ევროპარლამენტმა ესე იგი 401 ხმით დაგმო საქართველოში ესე იგი არჩევნები რომლებიც არ არის მაგრამ ვერავინ მიუტანა ის ციფრები სად არის გაყალბება ვინ გაყალბება როგორ არის აი ეს ყველა თქვენ გასულ გადაცემაში ჩვენ ამას ისე შევეხე ზერელად შეიძლება ასე ვთქვათ მაგრამ შემდეგ მე კომენტარები და ისინი წავიკითხე და უფრო ღმართ იმას ითხოვს ჩვენი მსმენელები ჩვენი მაყურებლები დავიზღოთ მაშინ ჩვენ და მე მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ სტუდიას მივესალმები მადლობა მოწვევისთვის მსმენელებს მაყურებლებს ყველას მივესალმები ახლა რაც შეეხება აფხაზეთში არჩევნებს ხო მე რაღაც განსაკუთრებული ინფორმაცია მაქვს იქედან მეთქ სხვა შორის ურთიერთობები კი გვაქვს რაღაც დალაგებული მაგრამ ვცდილობთ რომ აი ამ ესეთ ისინიც ვცდილობენ და მეც აქედან ვცდილობ რომ რაღაც გარკვეულწილად პოლიტიკას არ შევეხოთ და ის რა ჩვენი მხრიდან ჩანს და ბევრი ხედავს ამას რა თქმა უნდა აფხაზეთის არჩევნები პირველ რიგში აფხაზეთში ჩატარებული არჩევნები აფხაზეთისთვისაა სამომავლოდ იმიტომ რომ იმდენი სხვადასხვა აი ომის დამთავრების შემდგომ თუ ყველა გამარჯვების იმაზე ერთ ჭკუაზე იყვნენ თავიანთი თუ აფხაზიც არა აფხაზიც სხვა ჩვენს მეგრელებიც იყვნენ იქა დიდი კატეგორია ბევრი კატეგორია არა მაგრამ გადაგვარებული აფხაზებად ესე ვთქვა სომხებს იქედან ვერ იმას ვიზამთ ამოუშლით რა თქმა უნდა და როგორ უნდა ამოშალო ყველა ერთ ჭკუაზე იყვნენ და ერთ შემართება ჰქონდათ ეხლა რაღაცნაირად ცოტა გაიყო მათი პოზიციები გაიყო იმ გაგებით რომ გახსოვთ თქვენ როცა პირველი უთანხმოება რუსეთსა და აფხაზეთს შორის აფხაზებს შორის ხალხს შორის აი ამ იმას შეეხებოდა იქ მშენებლობას შემოყვანას რუსეთიდან მოსახლეობის ოჩამჩირეში სხვა ადგილებშიც უდიდეს მშენებლობებს სადაც უნდა შეესახლებინათ უკვე რუსეთიდანაც კრასნოდარის მხრიდან და ასე შემდეგ ოჯახები უნდა დაესახლებინათ იქ ოფიცრების ვინც იქ მსახურობენ იქ საკმაოდ დიდი კონტინგენტი მსახურობს და იქ იყო ესეთი მომენტი როცა გამოაცხადეს რომ ჩვენ თავიდან მოგვიწევს ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის და ხალხი დადგა ფეხზე უკვე ისიც გამოიკვეთა იქ რომ რო დაიძახა აფხაზმა რომ მოგვიწევს ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის იქ თავისთავად გაჩნდებოდა შეკითხვა კი მაგრამ ეხლა თუ ჩვენ ვიბრძვით დამოუკიდებლობისათვის და ამისთვის მზათა ვართ რატომ სხვა არავინ არაფერს არ ამბობს ჩვენი მოსახლე როცა საქართველოსთან
როცა გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა და გამოვეყვეთ საქართველოს, მაშინ მას სპეციალურად შეიქმნა ამ საქმისთვის ბაგრამიანის ეგრეთ წოდებული ბაგრამიანის ბატალიონი, რასერჩობდნენ საწოდავ მარშალ ბაგრამიანს სახელი გაუტეხეს მეტი არაფერი. და ამ შემთხვევაში რატო არ დადგნენ სომხები აფხაზების გვერდით დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში? კიდევ რაღაც შეკითხვები, საკითხები იქ როცა პატარა დაპირისპირებაც იყო მანამდე იმ აფხაზებსა და სომხებს შორის, ხლა არ იყო ისეთი დაპირისპირება, რასაც ეძახიან პირდაპირი არა, შეხლა შემოხლა არა, მაგრამ თამაშობდნენ ისე, რომ რაღაც დაეპირისპირებინათ, პირიქით დაეპირისპირებინათ აფხაზი ნაღდი აფხაზი მოსახლეობა და გააფხაზებული იგივე სამეგრელოდან თუ საქართველოდან თუ და ამან ყველაფერმა თავისი შედეგი გამოიღო და ნუ ნელ-ნელა ყველაფერი გამოჩნდა. მერე მივიდნენ იქამდე, რაც გააკეთა პარლამენტში, რაც მოხდა სხვა შორის ცუდი ამბავი მოხდა იქ ერთმა სრულად ეხა ერთი მართლაპატიოსანი ადამიანი დაიღუპა საერთოდ არ ფეშუაში არ იყო და ვიღაც დაპირისპირება შეეწირა და აირია იქ სიტუაცია, აიძულეს მერე წასულიყო პრეზიდენტი და გამოაცხადეს არჩევნები. ნუ ახლა ორი კანდიდატია თქვენ სწორად ვსანეთ, ერთს ეძახიან ახლა და არ დავაკონკრეტებ, არ მინდა კიდე ერთხელ რაღაცა ჩარევა გამომივიდეს, ერთს ეძახიან რუსულ კანდიდატს და მეორეს პროთურქულს. არ რატო გვარები ვთქვათ რომელს იმიტომ რომ კი იციან ახლა არაერთხელ ვთქვა პრესაში დაიმაში არის კი როგორ პროთურქულს და არის მე ვერ ვიტყოდი ახლა რომ რაღაც განსაკუთრებული დაპირისპირება მაგრამ მე ვფიქრობ რომ ამ არჩევნებში რომელიც არ უნდა აირჩიონ ყველა კმაყოფილი ვერ იქნება ერთ-ერთი რომელიღაცის არჩევით პრაქტიკულად გაყოფილია ხალხის აზრი გაყოფილია და ეს ვერ გამოიტანს იმ შედეგს რომ განმუხტოს იქ სიტუაცია მე ესე ვფიქრობ რა თქმა უნდა ყველა შეეცდება რომ დაპირისპირებამდე არ მივიდეს ომ მხარეს შორის დაპირისპირებამდე მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა იქაც კლანებია იქაც თავის საქმეს და ძალას უჩვენებენ უკვე იგივე სომხური დიასპორა აქედანვე მინდა გავიმეორო თქვენი სიტყვები და აზერბაიჯანის წარმომადგენელს მინდა მართლა მადლობა უთხრა რომ ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს და არ აღიარებს აფხაზეთში ამ არჩევნებს მართლა სასომხეთსაც იგივე რო გაეკეთებინა არ იქნებოდა ცუდი მაგრამ ეთყობა იკავებენ თავს ეთყობა რაღაც სხვა გაფრები აქვს ბატონგია დიახ არნო ხიდარბეგაშვილი არის ეს არაჩვეულებრივი მეგობარი რუსმენ შოკებათო კი მაგრამ არაჩვეულებრივად წერს და კარგი ინფორმაციებსაც აქვს ზუსტად ამასთან მიმართებაში პრემიერ-მინისტრს წერა წერილი აფხაზეთთან მიმართებაში ესე იგი რა ძალები არის თავად რუსეთის მეჯლისიდან იმის თურქეთის მეჯლისიდან იქიდან ის რომელსაც ესე იგი მხარს უჭერენ იმ აფხაზურ დიასპორას და იქ პატარა აფხაზური დიასპორა კი არა არის პატარა იქ დიდი აფხაზური დიასპორა რომელიც აფხაზებზე მეტია რომელიც აფხაზეთში არის რა თქმა უნდა იქეთ წასულები სხვათა შორის უფრო გამრავლდნენ ვიდრე აქ დარჩენილი აფხაზები იქ კარგად იმიტომ ის მუსლიმები არიან ისლამისტებს მათ თავისი ამ გამრავლებასთან და იმასთან მრავალშვილიანობასთან დამოკიდებულება ჩვენ ქართველებმა უნდა ვისწავლოთ ეს. კი ბატონო. სასწავლებელი ჩვენ აფერი არ გვაქვს, მაგრამ ის რასაც ისინი აკეთებენ, ამრავლებენ, ჩვენი მჭირდება, ისინი მრავლდებიან. აზერბაიჯანი გაორმაგდა, ჩვენ პირიქით ორჯერ ნაკლები გავხდით და უკვე გაუტოლდით იმ არაქართველებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაში. მაგრამ აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ ისინი ითხოვენ თავრობიდან მხარდაჭერას თურქეთის თავრობიდან, რომ აფხაზეთთან მიმართებაში ხო მათ იმ აფხაზების ისინი უნდათ რომ აი ჩამოიყვანონ და ურთიერთობა ეს ჰქონდეთ ძალიან ისე იქცევა თურქეთის თავრობა არც იქეთ არც ახეთ მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ რაღაც საიდუმლო ისინი მაინც აქვს საიდუმლო რადგან ის დიასპორები რომლებიც არის თქვენ თქვი და რუსული და დიასპორა რომელიც თურქული არის რომელიც ორივე ერთი მხარეს და მეორე მხარეს ხო საქართველოს უქმნის პრობლემას იმ პრობლემას რომ ჩვენ გვინდა დავამყაროთ ურთიერთობა ხო მათთან აი ის რომელიც აღმოსავლეთი აქეთ არის მაგალითად კოდორის
აქეთ სამხრეთით რაც არის, ხო? ამათთან უფრო ადვილია, უფრო ვიდრე ის რომელიც არის გუდაუთა გაგრას შორის მოთავსებული ეს ანკლავი რომელიც არის. ნუ გაგრა პრინციპში გაგრაზე რომ იმევლობა იმათ შორის მუხტარი ესენი. გაგრა ყოველთვის ქართული იყო, იმერლების იყო და იყო და ახლა სომხურია. ხო. და აი ახლა არა მარტო სომხური გასწოთ ტრაპიზონიანს ყველაზე მაღალი ჯილდო ხო გმირია აფხაზეთის. ომის და სომხეთის ყველაზე მაღალი ჯილდო აქვს. სომხეთის სახელმწიფოს. სახელმწიფოს სომხეთის ერევანზე ვლაპარაკობ. ვალაპარაკობ იმაზე რომ ის სომხები რომლებიც იმაში არიან ამერიკაში ისინი ესე იგი ფული და ემით აზალებენ რომ კრასნოდარის მხარის სომხები იყვნენ აი ამ საკითხებთან დაკავშირებული ესე იგი ყიდულობენ სახლებს. როგორ ყიდულობენ? საქართველოში აი სახლი არის თქვა გალის რაიონში ხო ვიღაც სახლი საქართველოში ნახავენ ამის პატრონს მიდიან მოლაპარაკება საწარმოებს და ოფიციალურად გალის რაიონში ახლა უჭით მაგათ იქ ოფიციალურად ყიდულობენ ამას ესე იგი გამრავდნენ ამ ფულს ესე იგი დიასპორები აძლევენ ამაზე მიმართებაში ხედარ ბეგაშვილს კარგი არნოსა აქვს ბატონ არნოს აი ასეთი ისინი რომ განა იმისი რო ყოველთვის პრობლემა იყო ყარაბაღის საკითხი, ხო? ყარაბაღი ხო, აი ყარაბაღის იმაზე ხო არ ხონდა ფრანგების ეხმარებიან სოთაშორის ამაზე სომხებს ფულტით და ყველაფრით ეხმარებიან. აი ჩვენ სოხუმში და იმაში ხო არ უნდა და ამიტომ მოხდა ასეთ რაღაც რო დათანხმდა. აი ჩვენ მივადექით ისევ ფულს უხდიან იგივე თურქეთის ინტერესები ფულს უხდიან და ამ ფულით ხდება რუსეთის სადაზვერვო სამსახურები ხშირად ამბობენ გაჟღერებულა კიდევაც იმაში რა ქვია სხვა საშუალებებში რომ პრაქტიკულად აფხაზეთში ხდება როგორ გითხრათ როგორ ჩვენთან არასამთავრობო ორგანიზაციები ზემოქმედებენ მოსახლეობაზე ისევ დასავლური ფულით გამოდის რომ თურქეთი ახლა იგივეს აკეთებს აფხაზეთში და არა მარტო თურქეთი რასაც ევროპა აკეთებს საქართველოში და გინდა თურქეთს ინტერესები აქვს და ინტერესები მით უმეტეს აწყობს თუ თურქეთს რო არ აწყობდეს არ გააკეთებს ევროპასაც რო არ აწყობდეს ის რასაც საქართველოში აკეთებს რატო გააკეთებს და ამიტომ ჩვენ ბევრჯერ გვითხოვს რომ აფხაზეთში სიტუაციის დაალაგება ნიშნავს საქართველოსა და აფხაზეთს შორის დათბობას, ურთიერთობის დათბობას. ურთიერთობის დათბობა ნიშნავს აფხაზებსა და საქართველოს შორის დიალოგის დაწყებას. დიალოგის დაწყება ნიშნავს გინდა თუ არ გინდა რუსებსა და საქართველოს შორის უკვე დიალოგის წარმართვა. ამ დიალოგის წარმართვა კიდე დაათბობს ურთიერთობას რუსებსა და ქართველებს შორის და ეს არ უნდა დასავლეთს. აი ესეც რეზერვდრიალებთ. ამ ძირითად საკითხთან მივედით. ხო. აი საქართველოს რა უნდა გააკეთოს? არა მარტო ის თქვენ რომ დადიოდეთ სოხუმში და 1000 უბედურება დაგემთხვათ იმ სოხუმში და იმაში იმ დიასპორებს რო ხდებოდეს და მათთან რო ხონდათ ურთიერთობა შესანიშნავი ურთიერთობა შესანი ისინი მე ანჩაბაძეზე მინდა გიორგი ანჩაბაძე რომელიც ჩადიოდა ეძებდა ამის დაალაგებას ის პოლიტიკას არ ეხებოდა ის ეხებოდა იმ საკითხებს სადაც ესე იგი ოჯახებია ძალიან ბევრი განსაკუთრებით აი კოდორის მარცხენა სანაპირო სულ ეს ოჯახებია ქვაბჩარა კიტოული ეს ყველაფერი ატარა აფხაზ ატარა არბიანსკაიაში კი ქვია მაგრამ იქაც აფხაზები ცხოვრობდნენ და ზევით სულ ყველაფერი ხო ესინი არის ხო ეს სოფლები არის კი ბატონო ხო და აი თქვენ ახლა აი ამ იმაზე საქართველოში დღეს არის მთავრობა აფხაზეთში აი საზოგადოებაში მე ხო უყურებ არა მაგალითად ტელევიზორს უყურებ მე და თქვენ ხშირად გამოვდივართ ლაპარაკობ ამ თემაზე მე და თქვენი ტკივილია დედაჩემი სოხუმელია კელასურიდან არის და ერთს მეხვეწებოდა სიკვდილის წინ დედაჩემი გეყოლებო ვიღაცაო იქო გენერლები და ისინიო ნაცნობებიო და ერთი თვალითო დედაჩემის და მომაჩემის საფლავზეო რომ მივიდე და დაბრუნდე უკან. ვერ შეუძლია. დღესაც ბოღმა მაქვს აი ასეთ ვერ წარმოგიდგენია. გავიხსენებ და სულ ტირილი მინდა. რა თქმა უნდა. აი ერთი და რამდენიმე დღეში მე მოვკვდა ისმის. აი ისინი კალასპურში იმ სასაფლაოზე არიან ბაბუაჩემ ბებიაჩემ ყველა მათ სანაცსაო და ისინი ვინც ყავს ბაბუაჩემს იყო 8 ძმა იყო და 2 და
10 და წარმოგიდგენია რამდენია მარტო 32 დეიდაშვილი ბიძაშვილი იყო ჩემი ჩემთან ვინც იყო ჯარში მარტო აი რომელიც იმას მიშო ესე იგი აი ეს მინდა დღეს საქართველოს რას ვაკეთებ მე რა არის მე ყველაფერს ვხედავ ჩემი ძალიან და შენი სახლო მეგობარი არის აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი რომელიც ცდილობს ძალიან რომ გააკეთო რომელიც სტუდენტებსაც ახვედრებს სტუდენტების მიღებას აკეთებს ხან ბათუმში ხან რუხში ხან ანაკლიაში დაყავს ეს ყველაფერი მასწავლებლებს იმაშობა ანჩაბაძე ჩვენი თქვით ამ იქ ლექციებსაც ყიდულობს ჩადის ცდილობს რაღაცა გააკეთოს მაგრამ რა არის ვერ ვხედავ მე რომ სახელმწიფოში იყოს ეს პროგრამა სადღაც ეკიდოს ისეთი რაღაცა რომ ჩვენ ქართველებს ხო აი გვინდა ერთი ოჯახი და ჩვენი ერთი ქვეყანა ერთად გქონდეს მაგრამ ამ დროს გამოდის და აი რუსული კანონი რუსეთის დაპირისპირება და ამ დროს აი ეს მდგომარეობა მინდა შეგავგვირჩიო ახლა ნუ შევეცდები ახლა ჩვენ ბევრჯერ გვაგარჩეული და კიდე ერთხელ თუ ალბათ სხვა მხრიდანაც ახალი შემოგდებული სხვა მხრიდან ესე ვთქვა და ერთი მხარეა ეგ ყველა მაგრამ რა უნდა გააკეთოს საქართველოს რაც ქართულ-აფხაზური დაპირისპირება მოხდა დიდი დრო გავიდა ხო 32 წელია გასული ხო კი 32 წელი 32 წლის განმავლობაში ყველა ცდილობდა რაღაც გაეკეთებინა იმისათვის რომ როგორღაც დაგვებრუნებინა აფხაზეთი და დაგვებრუნებინა აფხაზები პირველ რიგში თამაზ ნადარეიშვილის ცხონებულის ცნობილი გამოთქმა გახსოვდეთ აფხაზეთი ყველგან ეწერა ეს პლაკატები გახსოვდეთ აფხაზეთი გახსოვდეთ გვახსოვს მაგრამ თუ კიდე გავიმეორებთ გახსოვდეთ ალბათ მაგის დროც მოვა აი ამაზეც აი ერთი რაც ჩავდებ აი ზუსტად ამ კონტექსტთან მე რო გავაგზავნოთ ეს მე მეუნებოდა რომ თამაზე რომ რამინდაო იცი აქ უკვე მთავრობის ხის იყო უკვე თბილისში იყო ყველაფერი აი სულ არაფერი არ მინდაო მინდაო დამაბრუნაო იმ წლებში 70-იან წლებში ეს სკოლა რო დაუმთავრებო მერეო არც არაფერი განათლება მინდაო არც ეს რაიკომებიო არც ის ტაუ არაფერი არ მინდაო აი იქ ჩემთანო გაგრაშიო რომ სპასატელად ვიმუშაო იმაზე რა ქვია ნავზეო და იმაზე იქ ვიყო მენატრებო მესიზნებო აი ხო წარმოგიდგენია რა ეს ისმება რა ყველაზე რთული ისინი შეიძლება პერიოდი მიყო და ყველაზე თბილი და ყველაზე კარგად მოსაგონა აი ასეთი ადამიანი იყო თამაში კი ბატონო კი ესე ბევრს არაუხდა ბუდში შეგაწყვეტინებრო და აი ამ ხნის განმავლობაში ყველა ჩვენ ვცდილობდით ვითომ რაღაც ჩვენი წვლილი შეგვეტანა ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენაში მაგრამ გამოდიოდა რომ წვლილი კი არ შექონდა პირიქით ხელს უშლიდით ამ საქმეს მათ შორის მეც ისე გამოვიდა რომ მე ხელს უშლიდი იმიტომ რომ ისეთ იმაში ვყოფდი ცხვირს ესე ვთქვათ რაში ცხვირი არ უნდა ჩავრეულიყავი არ იყო ამის დრო მოსული და ესე ნაბიჯ როგორ გინდოდა რაღაც გაგეკეთებინა არც თუ ისე დიდი ხნის ერთი კვირაც არ არის გასული ტრამპმა რაც გამოაცხადა აი ამ USAID-ის მოღვაწეობაზე არა მარტო საქართველოში მთელ მსოფლიოში 36 მილიონი დოლარი აი ახლა კი ბატონო და აი წარმოიდგინეთ ახლა რომ ეს USAID რამდენი წელია საქართველოშია USAID 92 წლიდან ომის დაწყების წლიდან აფხაზეთში აი როგორც ელჩი დაინიშნა საქართველოში და ეგრევე გაჩნდა იქიდან გაჩნდა რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთთან მიმართებაში კი არა საერთო სიტუაციის უკეთესად შესაცვლელად როდესაც პრაქტიკულად საქართველოს ქართული ინტერესებით არ იმართებოდა იმართებოდა ეს თავარი რა თქმა უნდა რა უნდა გაეკეთებინა ამდენი ხანი გავიდა ხელისუფლება არ აკეთებს რა უნდა გაეკეთებინა ცხონებულს ვიადის არაფერი არ აცალეს ან შევარდნაძეს რომელსაც იმხელა კავშირები ჰქონდა რამდენი რამე დაუთმო საბჭოთა კავშირი დაუთმო გორბაჩოვთან ერთად რამდენი რამე იმაზე წავიდა მერე კიდე სააკაშვილი
ვის რომ სააკაშვილს არ საინტერესებდა ალბათ საქართველო, მაგრამ სიტყვაზე ვამბობ. არა, ის ასრულებდა იმ გეგმას. რა თქმა უნდა, რუსეთის ირგვლივ უნდა გეგმას ასრულებდა სააკაშვილი. რუსეთის ირგვლივ უნდა ყოფილიყო. ვის რა უნდა გაეკეთებინა ამ სიტუაციაში? აფხაზეთთან მიმართებაში კი არა. საერთოდ საქართველოს რო არ დავკარგეთ, ეგეც გასაკვირია ამ სიტუაციაში. როგორ უნდა წაეშალა სააკაშვილს 2008 წლის ომის შემდეგ, როცა ხელმოსაწერად სარკოზიმ ჩამოუტანა რამდენ პუნქტიანი 8 პუნქტიანი გეგმა და თუ არ ვცდები მე-6 პუნქტი სადაც ეწერა რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ და მხოლოდ ევროპელებთან ერთად და სხვასთან ერთად არა იმას გადაუსვა ესე ხაზი და ერთ თვეში დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთმა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ვერ გააკეთებდა ვერ 16-33 რეზოლუციის ისინი. კი ბატონო და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? მე ვთვლი რომ ხელისუფლება დღევანდელი რომელიც 2012 წლიდან მოდის შეიძლება ბევრი არ მეთანხმება მაგრამ ძალიან ბევრი მეთანხმება ამაში მე მგონი სწორ გზას ადგას და უნდა ვაცალოთ ამ ხელისუფლებას გააკეთოს ის, რასაც ჩვენ მე არ მინდა ეხლა ჩემი მოსაზრებები ვთქვა იმასთან დაკავშირებით, რასაც მე ვთვლი, რამე თუ არ მინდა რაღაცა ისეთი წამომწდეს, არ წამომწდება, შანსი არ არის, რომ შემდგომში მე ხელი შეეშალოს ბევრ საკითხს და მათ შორის აფხაზეთის საკითხსაც. უნდა ვაცალოთ. სულ სხვა მიდგომა აქვს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეხლა ნამედანი არ მომივიდეს, მაგრამ დღევანდელი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს ლევან მგალობლიშვილს სულ სხვა მიდგომა აქვს დევნილებთან მიმართებაში აქა და აფხაზურ საკითხებთან მიმართებაში იქა. სულ ესეთი მიდგომა მე რასაც მისი მხრიდან ვხედავ, არც ერთ უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს არ ქონია. ყოველ შემთხვევაში ბოლო 3-4 იქეთ რომ გავიდეთ და გადავიდეთ. სულ ეს მაძლევს ძალიან დიდ იმედს იმისა, რომ აფხაზეთის საკითხი უნდა დარეგულირდეს. და მაინც რაში გამოიხატება ეს? მისი მიდგომა აი რაში საზოგადოებას აინტერესებს ეს საკითხი. ზრუნვაში, ჯერთი და დევნილების მიმართ ზრუნვაში. არა, ზრუნვა დევნილების მიმართ გასაგებია. კი. ეს, მაგრამ აი აფხაზეთთან მიმართებაში რაში გამოიხატება აი მგალობლიშვილის მე ვიცი ძალიან დადებითი ის არის აი ჯერთი და ეს ყველაფერი რაც კი ხდებოდა, ხო, ეს აფხაზეთთან და აფხაზებთან მიმართებაში. ნებისმიერი დახმარება, თუნდაც იქ იურიდიულ საკითხებით, თუნდაც იქ ძალოვნები, თუნდაც იქ საზღვარი, თუნდაც ის ავადმყოფები, რომელიც სხვა ავადმყოფები ჩამოდიან ხოლმე და დახმარებას აქედან ღებულობდნენ, ეს ყველაფერი რო ხდებოდა და კეთდებოდა, კარგი იყო, რა თქმა უნდა და კარგი ეხლაც კეთდება. მაგრამ ეს ისე სპონტანური იყო ყველაფერი, აბა ის ერთი იქიდან დარეკავდა, მეორე აქედან და აბა ჩემთან ის ჩამოვიდა, აბა იმასთან ის, აბა იმას დაეხმა. ცენტრალიზებული გახდა ყველაფერი, რომ ყველაფერი აღრიცხული კონდეს, ვის დაეხმარა, როგორ დაეხმარა, რატო დაეხმარა და ასე შემდეგ. ბატონო გია, ცოტა სხვანაირად რომ ამ კითხვას ცოტა სხვანაირად დავსვა მაშინ. აი მაგალითად ელექტროენერგიის განაწილებაში ენგურგესის. დიახ. ელექტროენერგია ახლა უკვე ისე არის დაბალია ძალიან ისე. არა, გადანაწილებაში ისეა ჩანაგვიანებული, მაგას გაწმენდა უნდა, მარტო წყლის დონეზე არ არის. მაგრამ აქ მატერიალურად მიდგომა ფულს არ იხდიან იმ ელექტროენერგიაში, რასაც იღებს აფხაზური მხარე. თვითონ აფხაზები ამბობენ, მაგ ქართველობის მიმართ მაგათ პრეტენზიები არ აქვს. ჩვენ ვცდილობთ, ვაკეთებთ, ისინი ამას ღებულობენ, მაგრამ ის ვინც ღებულობს ამ ფულს, მოსახლეობა ფულს არ იხდის. არის ისეთი ისინი, რომლებიც ვიღაცა კლანები, რომლებიც კრიპტოვალუტებში იბაში, მე უბრალოდ ვიცი და ვნახე, როდესაც ისინი რუსეთის რომ თხოვდა, რუსეთის რო თხოვდა, ბოლოს და ბოლოს, მე რო თქვენ რომ მოგცეთ ახლა ელექტროენერგია, ვინ გადაიხდის ფულს? არ იხდიან, მაგრამ იყენებს უმრავლესობაც ისეთი. ძალიან დაბალი დონეა, ესე იგი, თვითონ სახელმწიფოებრიობა, სახელმწიფო არის და სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს, ეს ვერ კონტროლდება. და აი აქედან გამომდინარე იმ სახელმწიფოს იმ ხალხი რომლებიც იქ მართავენ და აქ რომელიც არის ჩვენი აი თქვა მგალობლიშვილი ლევან მგალობლიშვილი ეს პიროვნება მათ შორის რა კავშირი არის ისეთი რა არის ტოლვილების აი მინისტრი რო არის ხო ეს მე მივხვდი ხო თქვენ შეკითხვას მივხვდი მოდით ეს გეტყვით მე ჯერთი და
ლევან გალობლიშვილს ამ ეტაპზე ძალიანაც რო უნდოდეს იმ ხელისუფლებასთან ურთიერთობა აფხაზეთის იმ დე ფაქტო ხელისუფლებასთან არასწორი იქნება. ეს ჩემი აზრია. კი. ჩემი აზრია. მეორე ის რომ დე ფაქტო ხელისუფლება მასთან კონტაქტზე არ წამოვა. კი. ეს ესეთი პრინციპია მაგათი რომ როგორც ჩვენ ვართ ხელისუფლება და ესე იგი ჩვენ თუ ველაპარაკებით თბილისში მჯდომ აფხაზურ ხელისუფლებას, ესე იგი ჩვენ ვაღიარებთ ამ იმას დე იურე ხელისუფლებას. არ წამოვლენ. მესამე ის რომ შეიძლება რაღაც ურთიერთობები აქვს, მაგრამ რა დონეზე აქვს? მეგობრულ დონეზე და კაცურ დონეზე და იმაზე რო ექნება ეჭვი არ მეპარება. მაგრამ რა დონეზე და როგორ ეს რომც ვიცოდე ამას მე არავინაირი უფლება არ მაქვს აქ ვაჟღერო რა ხდება იქა და როგორ ხდება. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც აქამდე გამიმეორებია, ყველაფერი დამოკიდებულია ამ შემთხვევაში ჩვენ ჩემთვის ახლა მე რო ვთქვა, რომ ჩემთვის სულ ერთია ვინ იქნება დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი, ვის აირჩევენ, სულ ერთი არ არის. ისევე როგორც სულ ერთი არ არის ადგილობრივი აფხაზური მოსახლეობისათვის დღევანდელ აფხაზეთში. პირველ რიგში მაგათთვის არ უნდა იყოს სულ ერთი და არც არის სულ ერთი. მაგრამ ისე გლობალურად დიდი პრინციპული განსაკუთრებული მნიშვნელობა იქ დღეს ვის აირჩევენ არ აქვს. ეს არის ჩემი აზრი. არ აქვს, იმიტომ როგორ არ აქვს ახლა იმ გაგებით რომ ერთი რუსეთის გამაჟღერებელი იქნება დაუშვათ ინტერესების, მეორე თურქულ დიასპორასთან აქვს ურთიერთობა, ეს არის კატეგორია ხალხის, რომელიც უკვე საქართველოსთან რაღაც კონტაქტებში არიან, ძალიან მცირე არიან ესეთები და ეშინიათ, შეიძლება მეტიც იყვნენ, მაგრამ მაგაზე მეტი არ არის რაც ჩანს. ამიტომ კიდე გვინდა დრო და არც თუ ისე ბევრი, რომ რაღაც უკვე სათქმელადაც შეიძლებაოდეს რაღაცა ითქვა. ამაზე მეტი დრო, რომ 32 წელი გავიდა, უკვე თაობები შეიცვალა. ის ვისანაც ჩვენ გვქონდა ურთიერთობა, ისინი უკვე აღარ არიან. ის რა მდგომარეობაც არის, თქვათ რუსეთის მხარე, რომელიც ეხმარებოდა და იყო ჩართული აფხაზეთის მხარეს იმაშინ, ეს ჩვენ გვახსოვს, ხო? მაგალითად სამხედროები ვის წინააღმდეგ იყვნენ სამხედროები, რატომ გაუკეთეს შევარდნაძეს ასეთი რაღაც. არაპატია შევარდნაძეს ის რაც გააკეთა შევარდნაძემ იმის გამოყვანასთან და მე ვიცი უბრალოდ მე ხდებოდი ამ სამხედროებს და მათთან მქონდა გასულს მოგიყევი შენ რა ვარდიკო ნადიბაიძეს რო ეს აღჭობდა იმას სტუდიაში ძვერჯერ გითხოთ კი აღჭობდა იმას რომ შენ ჩემ პრეზიდენტზე როგორ თქვი ასეთ რაღაცა მაგრამ როდესაც საკითხი დადგა ოჩამჩირეშიც დადგა საკითხი როცა გენერლები ჩვენი გენერლები შევიკრიბეთ მაშინ მე არ ვიყავი გენერალი მე უბრალოდ ვასრულებდი მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსი ვიყავ მაშინ და ვასრულებდი იმას რომ ეს გენერლები ლაპარაკობდნენ და მე ამას ვწერდი და რუსულ ქართულ იმაში რაღაცას ვალაგებდი ამ იმაში და წერილიო მიწერეს იმიტომ რომ შევიდესო შევარდნაძეო და ელცინს დაელაპარაკოსო, იმიტომ რომ საკითხი გადასაწყვეტი არის საქართველოსა და ელცინს შორის და არა საქართველოსა და აფხაზებს იმას შორის, როგორც უნდათ რუსებს. შემდეგ ზურახონელიძემ თუ გახსოვთ, მაშინ დსთ-ის იმაში იყო დეპარტამენტის დირექტორი იყო. იქ შეცვალა მთელი ისინი და შესანიშნავად გააკეთა. შემდეგ ჩავიდა ჩვენი ალასანე და ვიღაცა ისე გადმოაისახნეს თავის იმას მიშალა სააკაშვილის დროს. იქ ჩაწერა რომ კონფლიქტიო აფხაზეთი საქართველოსიო. ამათმა ჩავიდნენ ისენ გააკეთეს საქართველოს აფხაზეთის კონფლიქტი. ანუ იქ გამოყეს ის ყველაფერი ისევ დააპირეს ეს რას უწოდინარობით ისევ როგორც ის პუნქტი რომელიც ამოშალეს 8 პუნქტიანი მასში აი ასეთი ხო რატომ უწოდინარობით იმიტომ რომ აი ასეთი თუ მგონია რომ ეს პირდაპირ საქართველოს მიცემა იყო მათთვის რომ ეს ტერიტორიები დაგვეთმო მე ვერ დაგეთანხმებით მაგალითად იმ პუნქტის ამოშლა რომ არა პუნქტის ამოშლას კი არა მე ლაპარაკობ აი ამ საქართველოს მიმართ აი ეს რომ აფხაზეთი არის საქართველოს და ეს კონფლიქტი აფხაზურ-ქართული კონფლიქტი არ არის ეს არის კონფლიქტი აფხაზეთში საქართველოსში
ჩვენ ტერიტორიაშია ეს კონფლიქტი. ბატონო, ასან აბაშიძეს ამას ეაწვებოდა და კეთდებოდა. შემდეგ ეს შეიცვალა ალასანია როცა ჩავიდა იქ და ეგ ისე შეცვალეს ეს ხელშეკრულება რაღაცები გააკეთეს კიდო რაღაც ურთიერთ რაღაცა გასაგები ისინი მასალან მე ვერ გავიგე. მე ძალიან კარგად ვიცნობ ის ყველა ხელშეკრულებები და ისინი ერთხელ მე დაშმუნდა დავჟე და გავაკეთოთ ეს გადაცემა. იქ რაც მოხდა ყველაფერი და იქ რაც ხელშეკრულებები იყო სამშვიდობო და ასე შემდეგ დადებული და რა უნდა გაგვეკეთებინა ჩვენ და რა არ გავაკეთეთ მაშინ და რამ გამოიწვია აი ასეთი საქართველოს რატომ არ გავაკეთეთ რა უნდა გაგვეკეთებინა ჩვენ ხო ვიცოდით კი მაგრამ არ გავაკეთეთ რატო არ გავაკეთეთ იმიტომ რომ ჩაერია მას დასავლეთი არ გაგვაკეთებინეს ხო ჩაერია და რომ ეხლა უკვე მე რამდენჯერ გავიმეორეთ მე და თქვენ აქ რომ 32 კი გასაგებია ეს აფხაზეთი არჩევნა 32 წელი გავიდა რატომ არ შეიძლებოდა აი ამიტომ არ შეიძლებოდა ყველაფერში ერეოდა მარტო საქართველოში კი არა ყველგან ერეოდა დასავლეთი თავისი USAID და კიდე ერთი რომელიღაცა ასეთივე ორგანიზაცია იმიტომ რომ მათ ჭირდებოდათ რა საქართველოს ყოველთვის რუსეთთან დაპირისპირებული ყოფილიყო როგორ იქნებოდა საქართველოს ყველა არა ჩვენ სიმაზე ვლაპარაკობ ჩვენ საქართველოს რატომ უნდა დაპირისპირებულიყო იმიტომ რომ აფხაზეთისა და სამაშაბლო საკითხი არ იყო და რუსეთი რატო არ წვეთდა ამ საკითხს იმიტომ რომ არ ვრდოდა ამით იჭერდა საქართველოს და საქართველოს ხო კარგიო ერთი რომ ამით იჭერდა ხო მეორე ისიც რომ რუსეთშიც არ იყო ნაკლები სეპარატიზმის და აგენტები დასავლეთის აგენტები რომლებიც ამას ელიგარხიშლიან ხელს ყველა ოლიგარხი მათი აგენტია რა თქმა უნდა ყველა იაკოვლევი შევარდანს და ისინი აგენტები არის აბა ვინ იყვნენ იმაზე არ მუშაობდნენ რომ შეიძლება საქართველოს კარგი გახდება მოაწყვილეს ხო შევარდანზე მიხვდა სოხუმში რომ ის მოაწყვილეს როდესაც 23 სექტემბერს როცა იზამის ერთვაზე ჩამოაგდეს სოხუმზე ჩვენი 93 წლის ხო გახსოვთ ჩვენი ფრინავი და ისინი მაშინ როდესაც უთხრა ამერიკის საელჩო წარმომადგენელს რომ ამდენი გავაკეთე რაღაცაო და რა გახდა ეს 8000 კვადრატული კილომეტრიო ელცინს რომ კლინტონმა დაელაპარაკა არ დაელაპარაკა გადაწყვეტეს არა იმიტომ ეს აწყობდათ იმათ რუსეთის დამორჩილება უფრო აწყობდათ ვიდრე საქართველოს გაწირავდნენ ხო გაწირავდნენ სადაც ემორჩილებოდა ხო და რუსეთის დამორჩილება როგორ ჭირდებოდათ რომ რუსეთის ეგონა რომ აი ჩვენ ამ საკითხებში გიჭერთ ხარს საქართველოს დაჭირებთ რუსეთი არაფერი შევარდნაძემ უთხრა დაელაპარაკა ელცინი არ დაელაპარაკა ხო რატო იმიტომ რომ ასრულებდა ამერიკის დავალებას ელცინთან არ დალაპარაკებულა არავინ არც კლინტონს უთქვია მისთვის არაფერი კი რა თქმა უნდა იმიტომ რთული გადაწყვეტილება ის იყო საკითხებია რომელიც რუსეთთან იმიტომ ელცინი დათრებოდა და მაშინ რუსული ხასიათი უშტებოდა მაგალითად აი ჩვენ ასე გვინდა ჩვენ ბომბები გვაქვს ჩვენ ისინი მე ხო ვიცი მე კარგად ვიცი ხო ნუ იქ რა ხდებოდა მე 3 წელი ვიყავი იმ შტაბში ხო იმ შტაბის უფროსის მოადგილე და ვიცი როგორი და რა სალაპარაკო იყო ძალიან რთული იყო ლაპარაკი შევარდნაძესა საერთოდ ლაპარაკი არ უნდოდა ყველა იმას დაპირისპირდა რამდენს აკეთებდა პრიმაკოვი ევგენი პრიმაკოვი რო ყოფილიყო არზენბასკი ჩამოიყვანა ხო თბილისში მაგრამ რა ჩაიშალა მიჩი მაკეილი ჩამოვიდა ხო იბაში ზუგდიდში და თქვა რას ლაპარაკობთო საქართველოს ამ ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ ომით შეუძლია ესე ომი როგორც ბორის ჯონსონი ჩავიდა თურქეთში და აუძალა ეს მშვიდობა არავითარ შემთხვევაში იომეთო აი ახლა ბოის აფხაზეთის საკითხი ბოლომდე მივიყვანოთ ჩვენ თქვენ რას ფიქრობთ აი არა მივიყვანოთ ჩვენს იმაში რომ თქვენ რას ფიქრობთ იმიტომ რომ თქვენ დღე-დაღამე ვიცი ამას ფიქრობთ თქვენ აფხაზური აი დიასპორა რა საქართველოში არის აფხაზები ვინც არიან არაჩვეულებრივი კავშირები გაქვთ მათთან ისინიც აი ინაწილებენ იმ გულის ტკივილს რაც ყველას ჩვენთაგანს გააჩნია და ყველას ვის აფხაზეთიდან არის გადმოსული ტოლვილები 300,000-მდეა საერთო რაოდენობა და ქართველები ერთი 150,000 ხოა თუ მეტი არა იქიდან გადმოსული რომელიც გაიფანტა აი ამასთან დაკავშირებით მინდა თქვა აი ჩვენ დღეს მოგწონს ის მუშაობა რომელიც არის თუ სახელმწიფომ პარლამენტმა რაღაცნაირად თუ დაამუშავოს საკითხი რუსეთის ჩართვით ამ და რაღაც იქ მიდის ლაპარაკები კონფედერაცია რა იქნება არაფერი არ მიდის ამ თემაზე არ მოგწონს არავის არ მოგწონს ის რომ ესეთი პრაქტიკულად ქართულ-აფხაზური ურთიერთობის საკითხი არის გაყინული არ იძვრის არც იქეთ არც აქეთ როგორ შეიძლება ეს მოგწონდეს მაგრამ კიდე იმას ვადგებით რომ ჩვენ არ გვაძლევენ იმის საშუალებას არ გვაძლევენ იმის უფლებას რომ რაღაც ურთიერთობა გქონდეს აფხაზებთან
დღესაც კი არ გვაძლევენ მიუხედავად იმისა, რომ ვითომ იმას ქნეს, რა ქვია. მაშინ რა სახელმწიფო ჩვენი უფლებები არ აქვს არაფერი. უფლებებს ვიპოვებთ. ნელ-ნელა ვიპოვებთ. ღვთისწყალობით და ბრძნული გადაწყვეტილებების წყალობით. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ზოგიერთს დაცინვალდაც მოიჩვენოს და სასაცილოდ და წაიყოს. ჩვენს ბევრი რაღაც არ მოგწონს, მაგრამ ის რაც მოგწონს, რაც უნდა გაგაკეთოს, ეს არის მთავარი. აფხაზეთთან დალაგები და ხიდების საკითხი გარდა კიდე არის ბევრი საკითხები, რომელიც მართლა სუვერენიტეტის და იდენტობის და ჩვენი ეროვნულობის და ამიტომ ჩვენ დაცვა რა ერთი და სულ აი წორაზე კი კაია ეს გასაგებია ნუ არ გვაძლევენ უცლებო მაგრამ ხო უნდა გაეკეთებინათ 72 ხო ამბობთ რომ ვერ გააკეთებდნენ ეხლაც ისეთ ამამად ეხლა ჩვენ კი არა ევროპა რა დღეში ეხლა ალბათ გადავალთ ევროპის იმეებზე იმ რაღაც რო ჩატარდა კონფერენციები და მიუნხენი იქა და აგერ მერე შეხვედრა აგერ აქ ამერიკელების და ხო ხედავთ რომ ევროპა ისე დღეშია ჩავარდნილი თვითონ ხმამაღლა ვერ იძახის ევროპა რა უნდა გააკეთოს თავისი ქვეყნის სასარგებლოდ ხუდი მაშინ დავიწყოთ ამ უსაფრთხოების კონფერენცია რომელიც 2 დღის წინ ჩატარდა მიუნხენში სადაც მაშინ გახსოვს 2007 წელს პუტინი რო გამოვიდა და გადაატრიალა მთელი ევროპის ისინი და ეპირაზე დააგანა მაშინ ხო გახსოვთ მის შემდეგ მოხდა ესე იგი ჩვენთან აქ სამაჩაბლოში რაც მოხდა მაშინ 2008 წლის ოქტომბერზე მაგ ლაპარაკი მის შემდეგ მოხდა ეს რაც მოხდა 14 წელს გახსოვთ რომ მაშინ ეს რაც მოხდა ხო და ახლა რაც მიმდინარეობს ეს ყველაფერი ამასთან არის დაკავშირებული იმასთან რომ უშიშროება არ არსებობს რომ თქვენი უშიშროება ჩვენს ხარჯზე იყოს რომ დაცულია უშიშროება ჩვენს გვინდა გარანტიები თქვენს გარო ჩვენს ვიქნებით დაცული და ეს თქვენი ნატო და ისინი რომ მოდისო და უკვე შემოვიდენო ლენინგრადთან დგას სანქტ-პეტერბურგთან ესტონეთშია ეს სამი რესპუბლიკა მიღებულია გეხვეწებოდი და გთხოვდით რომ თქვენ არ გადაწყვიტოთ საკითხები იმის რომ ეს ნატოს ქვეყნებში იყოს მიღებული თქვა საქართველო უკრაინა და მოლდოვა იმიტომ რომ ჩვენ ამას სხვანაირად შევხედავთ სხვანაირ საკითხებს დავაყენებთ და აუცილებლად იქნება იქ ის არეულობა ის რომელსაც ჩვენ სწორედ ძალას და იმას გამოვყენთ. აი ახლა მინდა თქვენი ისინი. აი ამ უშიშროების საკითხზე ახლა რო იყო მიუნხენში. იქ გამოვიდა, ნუ ყველა ლაპარაკობდა აუცილებელია დახმარება უკრაინისათვის, შეიარაღების, ტექნიკის და ასე შემდეგ. ნუ ამერიკამ თქვა რომ 177 მილიარდი დოლარი ჩვენ მათ გადავეცით, რომ საერთო რაოდენობა ყველას ერთად მსოფლიოში დაგროვებული რაც კი უკრაინას დახმარება გაუწია, თითქმის 300 მილიარდი დოლარი არის. აქედან გამოვიდა შემდეგ ის რა ქვია ზელენსკი და თქვა რომ მეო 75 მილიარდ დოლარზე მეტი არ მიმიღია და არც ვიცი სად არისო. ამაზეო რევიზია გაკეთეს. ზელენსკი ახლა ნახევარი იქეთ წაიღეს და ნახევარი მე ჩავიდე ჯიბეში ხო არ იტყვის. აქედან შემდეგ დათვალა უელსის სამიტიდან დაწყებული მაშინ ტრამპი პირველი მასე რო იყო. დათვალა და თქვა არც თქვენთაგანს ევროპის ქვეყანასო არ აქვსო 2%-მდე ანუ 0.9% 1% შიდა პროდუქციის ბიუჯეტიო სამხედრო. ტექნიკა შეიარაღება ყველაფერი ძველი გახსო. იმ აღმოსავლეთ ნატოს ქვეყნებში, რომელიც ყოფილი სოციალისტური ქვეყნები, რომლებიც იყვნენ, იმათში ჯერ კიდევ საბჭოთა ტექნიკა და ისინი შემორჩენილი არისო, რომელიც უკვე განვითარებას არ ექვემდებარებაო. ის ძალა და ისინი მათ არ აქვს, იმიტომ რუსებმა ახალი გააკეთეს ეს ყველაფერი. ამიტომ თქვენ არ გინდათ რომ ჯარი იყოსო და ის 72% მთელი ნატოს ბიუჯეტის 1 ტრილიონ 120 მილიარდი დოლარია. 1 ტრილიონ 120 მილიარდი დოლარი. აი ეს არისო ბიუჯეტიო. ჩვენ რომელიც გვინდაო რაღაცა გავაკეთოთ და წავიდეთო. შედეგიო, აი ეს არის რა შედეგიც არის იმაში. და აი ეს მიუნხენის კონფერენციაზე ეს თქვა ვიცე-პრეზიდენტ დევიდ ვენსმა გამოვიდა და ეს ვიცე-პრეზიდენტმა და ეს ყველაფერი დაალაგა და ასე თქვა, რომ ჩვენ ამერიკაო გვინდაო რომ აი იმაში რა ჩვენ ფული დავხარჯეთო. ხო, ამ ფურის რაღაც ანაზღაურება გვინდაო. იმიტომ რომ ის ხარჯები რომელსაც ჩვენ თქვენს უსაფრთხოებაზე ვხარჯავთო, ეს არ არის იმაზე, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ერთი დაჟანგული ტანკი გამოვა, რაღაც პრობლემებს შეუქმნეს რუსეთს და ჩვენ უნდა მეხუთე პარაგრაფის თანახმად უნდა დავმომუცადოთ რუსეთს ომი. და რისთვის? აიმიტომ ერთი დაჟანგული ტანკი პეტერბურგს ესროლაო.
აი ასეთ იმაზე ეს გადაშული მგელში თქვა. ამიტომ თქვა ჩვენ ამერიკელებს თუ გახსოვთ წინა პრეზიდენტობის დროს ვესტ-პოინტის აკადემიაში ვამ თქვა არსეთი სამხედრო ამერიკელი სხვაგან არ დაიღუპება. არსეთ გადატრიალებებს ჩვენ ხარჯზე ჩვენ ჩივას იქ არ ჩავატარებ. არსეთ ზემოქმედებას სუვერენიტეტის იდენტობის და ასე შემდეგ ჩვენ იმაში არ ჩავერევით. ზუსტად როგორც გახდა პრეზიდენტი ხელათ ამ იმას ასრულებს. დასავლეთი არ ელოდა ამას. აი მინდა აი თქვენი ისინი, აი რატო ტიროდა ის აი ამ ის კონფერენციის ხელმძღვანელი? ნუ კონფერენციის ხელმძღვანელი. ხო, გამოვიდა და ტიროდა, რომ აი ამერიკა მიგვატოვებდა, ჩვენ შევაჩეჩა რუსეთთან და ჩვენ როგორ და მოვერიოთ ასეთი ისინი. არა, ტიროს, პირდაპირ ტიროდა იმას გამო. ესმის ცრემლი მოძდიოდა და ძალიან ის მოკლედ რა არ მინდა რაღაც ამომცეს იმ ტირილთან დაკავშირებით და მისტიროდა ალბათ იმ ლიბერალურ ეგრეთ წოდებულ ღირებულებებს, რომელიც ხელიდან ეცლება და განაზებულ კაცს ჩაეხუტა ვიღაცა ვაშკაცი ქალი და როგორც ლიბერალისტებს ჩვევიათ ხოლმე ნაზი კაცი და ვაშკაცური ქალი ერთმანეთს მოკლედ ეფერებოდნენ, არა გვიშავს კიდე დავბრუნდები ჩვენ აატირებდა ახლა. და რა იქნება? ამერიკა თუ არ დაეხმარა უკრაინას? იცით რა არის მე ჩემი ის არის ეს აზრი რომ უკრაინას ახლა დაეხმარებიან, არ დაეხმარებიან, უკრაინის ბედი გადაწყვეტილია პრაქტიკულად. რაც არ უნდა ეძახოს ზელენსკი, მე ამას არ ვიზამე, თუ იმას არ იზამენ და თუ არ დამეხმარებიან და რუსეთი თუ არ გავა მე მაშინ არ გადავდგები ახლა ახალი რაღაცა გავიგე თურმე გადავდგები მაშინო როდესაც უკრაინის უსაფრთხოება და ტერიტორიული სინი ყველაფერი იქნება ვითომ ვიღაცა ეკითხება ხო და მოკლედ ჩვენმა მეგობარმა შემოგთავაზა აქ იმდენად ჩასვარა დასავლეთმა უკრაინაში ყველაფერი შეიძლება ეს დაგეგმილიც იყო ალბათ დაგეგმილი იყო როცა ახლაც გავიხსენე ჯონსონმა და იომოთო უთხრა და მორჩა გათავდა ომობენ მაგის მერე და ის ისქვეს ბოლო ჯარისკაცამდე ვიომებთო ჩვენო ბოლო უკრაინელ ჯარისკაცამდე ვიომებთო ეს იმის ნათქვამია ევროპელების ნათქვამია და ამერიკის და ომობენ ბოლო უკრაინელ ჯარისკაცამდე მაგრამ ეხლა იქამდე მივიდნენ რომ უკვე მიდის ფინალისკენ რომ მიდის ახლა მთელ ევროკავშირს ვინ ჩაბმულია ეს ქვეყნები ვინც არიან ჩაბმული ამ რუსეთ-უკრაინის ომში რა თქმა უნდა უკრაინის სასარგებლოდ და ამერიკასაც უნდათ რომ ამ სიტუაციიდან როგორღაც გამარჯვებულებივით გამოვიდნენ რაღაცა და რაღაცებს ხლართავენ ჩვენს გვასწავლეს რომ წაგებულს რომ გამარჯვებულები ხვდებოდით 2008 წელს თანაჩანგლები და ისინი ხო მაგათგან ვისწავლეთ ხო დავით ბაქრაძე ხო და იმას კი და იმას რა ქვია დავტოვეთ სამაჩაბლო და აქ თბილისში 128 სოფელი 405 დაღუპული და დაახლოებით იგივეს გაკეთება უნდათ ეხლა იქაც რომ მოაჩვენონ მთელ სოფლიოს რომ ისინი არიან მართლები და ეხლა უნდა იზრუნონ იმაზე თურმე რომ როგორ დაიცვან უკრაინა და უნდა იზრუნონ ამასთანავე რუსეთისგან დაიცვან უსაფრთხოებაზე ევროპის, დარჩენი ევროპის, აღმოსავლეთ, დასავლეთი ევროპა. ნახევარი უკრაინა წაღებული ახლა მთლიან ნახევარი უკრაინა თუ არა. ლაპარაკია იმაზე, რომ ის რაც უკვე გაცხადებული აქვს რუსეთს შეიძლება ბოლომდე დაპყრობილი არ არის ეს ტერიტორიები, რაც სადაც ჩატარდა რეფერენდუმი და მიუერთდა რუსეთს, ხო, ნაწილები, ისიც რომელიც ჯერ მიერთებული არ არის ომით და იმით, ხო, ბრძოლით. იმასაც ითხოვთ, თქვენ უნდა გახვიდეთ, უნდა დავტოვოთო. უკრაინელებს ეუბნება და ამ დროს ევროპა მსჯელობს იმაზე, რომ როგორ დავიცვათ ომის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინის უსაფრთხოება. უკრაინის უსაფრთხოება დაცული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, ეს ჩემი აზრია და მეც ვფიქრობ, როცა მოხდება უკრაინის დენაციფიკაცია და სრული დემილიტარიზაცია. აი მაშინ იქნება დაცული უკრაინის და ნატოში ეს თავისთავად დემილიტარიზაცია იმასაც ალბათ მოიაზრებს და მორჩა გათავდა მე უკვე ის რომ რუსეთი არანაირად არ ემუქრება ევროპას ესეც ცალსახაა მაგრამ ამათ ხო
ქოქავენ სიტუაციას ვიღაკ ვემუქრება დღეს განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ეს იყო ხო ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს უსაფრთხოებაზე ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს ომი რუსეთთან თელს ევროპას მაგრამ ჩვენ ამას ვერ შევასრულებთ ამერიკელების გარეშე ისევ ვითომ აუმხედრდნენ ამერიკას იმ განცხადებების მერე რომ აი ამას ვიზამთ იმას ვიზამთო მაგრამ თამაშია ესეც რა აბა ახლა პარიზში რო შეიკრიბა ის მთავრობები პირველი პირები ხო ფონ დერ ლაინები და ისინი ყველაფერი აი ისინი ფიქრობენ აი გაძლიერებას და სამშვიდობო ძალებს გავაგზავნით იქეთო დიდმა ბრიტანეთმა ჩვენ ჩავსვამთ დაუშვათ გამოაგზავნეს სად არის ეს იქეთ არის მთავრდება პოლონეთი რუსეთი დათანხმდება ამას რუსეთი ეხლა მე რომ მკითხოს კაცმა რუსეთი რა თქმა უნდა არ დათანხმდება რაღაც იტყვის რაღაც რა ქვია წინააღმდეგი წავა ამისი მაგრამ პოლონეთის იქეთ სხვა მორჩა პოლონეთი ისედაც გაძეძგილია შერაღებული ძალებით პოლონეთმა თქვა ჩვენო თელ ლოჯისტიკასო პოლონეთის სარგებლობშიო თქვენ ამ გადაწყვეტილებას ვიце მაგრამ იქეთო ჩვენიო არა ჩვენო ხო და იქეთ ჩვენ ჯარისკაცი არ წავაო არ წავაო ნუ ეხლა ეს დღეს ესე ამბობს პოლონეთი ნუ ანიტყვის ან არა იმიტომ რომ პოლონეთის ჯარისკაცის იქ წასვლა არის პოლონეთის განადგურება იცის პოლონეთის ჯარისკაცი წავა პოლონეთის ტერიტორიიდან თუ ბრიტანელი ჯარისკაცი თუ არა ის სხვა პოლონეთი არ მიიღებს მონაწილეობას როგორ არ მიიღებს თუ პოლონეთის ტერიტორიიდან შევა შევა ტერიტორია ახლა შედის ის შევა მაგრამ თვითონ პოლონელი ჯარისკაცი იმ ტერიტორიაზე უკრაინა-რუსეთის ბრძოლაში არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინა-რუსეთის ბრძოლაზე არ ვამბობ მე ვამბობ უკრაინის პრობლემა რომ მოიხსნება, ამაზე იყო ლაპარაკი ბრიტანეთში. სამშვიდობო ძალების შეყვანაზე იყო. სამშვიდობო ძალების შეყვანა საერთოდ და ამაში ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობასო. ვინ მიიღებს ბრიტანელი როგორ მიიღებს მონაწილეობას? არ ვიცი. სამშვიდობო ძალების შეყვანა რას ნიშნავს? პირველი 10000 შევლენ და პირველი 10000 ჯარისკაციო თავისი ტექნიკის შეარაღება. ეს არის ძალიან არაპასუხისმგებლური განცხადება. მაშინ თქვენ როგორ შეაფასებთ აი სამშვიდობო ძალა შედის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მხარეები მოლაპარაკეს. თანახმა ამ სამშვიდობო ძალების და მეორე მხარეს. 100%. შეიძლება უკრაინამ თანახმა იყოს, მაგრამ რუსეთს რაში ჭირდება ახლა სამშვიდობო ძალები? არ ჭირდება. იმას გარანტია ჭირდება მოლაპარაკების უკრაინასა და ემას შორის ეს არ იქნება. და არავით არის გაყინული კონფლიქტი. არავით არის. აბსოლუტურად მასე არის. და მაშინ აი ჩამოსული იყო მინისტრი, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი ასეთია ვისი. საუბრობ მახსოვრებთ ამ იმებს. სკოტ ბესენტი ჩამოსული იყო მასში კიევში. დიახ. და მას დაუდო ესეთ საბუთები, რომელიც იყო აი იშვიათ მეტალებთან და იმასთან დაკავშირებული და მინერალებთან რაც იმაში არის აი ამ იმაზე რომ 500 მილიარდი დოლარის უნდა ამოიღოს იქიდან 50% ამერიკას, 50% თვითონ უკრაინას იმისაც რასკეთება ასეთ რაღაცა და ამ იმაზე ზელენსკი არ დათანხმდა. როგორ დათანხმდებოდა? თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ეს ამერიკის აი ეს მიდგომა აი რას ამბობს უკრაინის იმაზე ის თავის ფულს აიღებს როგორც ჩვენ ვიცით ტრამპი არის მეწარმე კარგად იცის ვერ აიღებს ამერიკა ამ ფულს მეწარმე კი არის ტრამპი ესეც ჩემთვის ცოტა ის არის არა თუ საბადოები მისი იქნება რატო ვერ აიღებს კაცო მისი როგორ იქნება სკოტმა ჩაიხედა რუკაზე დახედა და ნახა ის ტერიტორიები სადაც აღიშეულია ის ტერიტორიაზეა იმდე მარჯვენა სანაპიროზეა ეს ნეპრის ნუ კი ბატონო ეგრე იყოს მაგრამ როგორ ეს შეპირდა თვითონ თავად შეპირდა ლიტიუმი არის მაგალითად შევჩენკოს მხარესა და მეორე მხარესა შევჩენკო უკვე რუსეთის მხარესა და იქ არა იქ იმაზე იქნება ლაპარაკი რა საკეთ მხარეს კი არ არის აქეთ მხარეს შეიძლება რუსეთთან მოილაპარაკო მე არ ვიცი არჩენ იცი არც არავინ არ იცის რაზე მოილაპარაკებენ მაგრამ ის სიმდიდრეები რაც არის უკვე თვითონ აზრში ჩადებული როგორ უნდა ამოიღოს ამერიკამ იქიდან ფული
და ზელენსკი არ დათანხმდა. ზელენსკი არ დათანხმდა. ჯერ რომც დათანხმებულიყო. ზელენსკიმ თვითონ შესთავაზა ეს ყველაფერი, რომ ამერიკა გააკეთებს აი დამთავრდება ომი, ჩადგებიან, მოლაპარაკდებიან, რომ ეს იქნება, იქ რასაც ამოიღებს ზელენსკი და მის იმაზე და ის ღირებულება ხო ექნება რაღაცა. ამ ღირებულების 50%-ს გადასცემს ამერიკის შეერთებულ შტატებს. არ არის ეგრე მარტივად, მე ესე ვფიქრობ. არა, მარტივად არ არის, რა თქმა უნდა. არ არის მარტივად, ჯერ პოლიტიკურად. ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ რანაირი ეს მე ჩვენ გარჩევაში არ შედის, მე და შენ გარჩევა. ეს უკვე იქ ჩატანილი ეს მოთხოვნა, რასაც მე ვლაპარაკო, აი ასეთი მოთხოვნა. იქ მოთხოვნა რომ ზელენსკიმ თქვა არა. Ну ზელენსკიმ თქვა არა, მაშინ ზელენსკი თუ ხელი შემშლელია. არა, ესე იგი არა რა. არა, მაგრამ თუ ზელენსკი არის იმაში, რა ქვია, მთავარი ფიგურა, რომელიც იწვის ის თუ არა, შეცვლიან მას და სხვა ვინც იქნება ისიც არ იქნება არაფერი მაგის გადამწყვეტია. მე მგონი ამერიკა არის ამის გადამწყვეტი და ამერიკა და რუსეთი. თუ რუსეთი დათანხმდება. რუსეთი მის ტერიტორიაზე, უკრაინის ტერიტორიაზე არ მგონია რომ დიდი წინააღმდეგობა ქონდეს. არა, თუ ეს იმ შემთხვევაში თუ ეს კონფლიქტი თუ გაჩერდა. ხო, ნებისმიერ შემთხვევაში კონფლიქტი უნდა გაჩერდეს. უნდა გაჩერდეს, ან გაჩერდება ან არა. აი ჩვენ წუთნახევარი დაგვრჩა და მინდა შეჯამება გავაკეთოთ აი დღეს მსოფლიოში, აი ეს მდგომარეობა რომელიც არის, აი საქართველოსთვის აი რა რისკებს წარმოადგენს. და მეორე ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ აი ამ რისკებს რო ავარიდოთ თავი არა რო ავარიდოთ აი ჩვენი იმიტომ რომ აი ჩვენი პრეზიდენტი ყოფილი დადის და ეს ოპოზიციები დადის და ზაბავე მან სიტუაციას დასავლეთთან და იმასთან რომ ეს უნდა შეიცვალოს არჩევნები როგორც კი არჩევნები ჩატარდება ჩათვალეთ რომ ოცნებას ყველაფერი წაგებული აქვს დატოვებული აქვს და აქ რა ხაოსი იქნება მე არავინ არაფერი მე ჩემამდე მე არ მესმის რატომ უნდა ჩატარდეს არჩევნები არა ეს სხვა საკითხია ხო ასე აი აქედან რისკებიდან ამ მდგომარეობიდან საქართველოს რა უნდა ქნათ. გააგრძელოს აი ეს ყველაფერი. საქართველოს მიიღო ეხლა კანონი შეიტანა კანონიკერა კოდექსში აგენტების შესახებ ღალატთან დაკავშირებით, როგორც კი შევა ეს მუხლი, ამ მუხლის შესაბამისად ვისაც კი რაღაც ღალატი ჩაუდენია, გაუყიდია ქვეყანა და თვითს ვერ ვაკარებდით და ვერ ვიჭერდით, ცუდი სიტყვაა ეს რომ ვერ ვიჭერდით, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. უნდა შეასრულოს ის კანონი, რა კანონებიც მიღებული გვაქვს. დამერწმუნდეთ რომ ვერავინ ვერ გაბედავს, ვერც სამომავლოებს დღეს ის ესროლეს, რა ქვია, კვერცხები სალომეს თუ არ ვწდები, ვიღაცა ამბობდა რომ კვერცხები ესროლესო და როგორ შეიძლება კვერცხებიო, რომ ესროლეს ის ყოფილ პრეზიდენტსო უნდა გამოძიება, უნდა ჩატარდესო და ეს არის ბუშსასწაული. ფეხსაცმელი ესროლეს სოგასოს. პოლიციას ესროდნენ, რა ქვია, საახალწლო იმებს, ფეიერვერკის იმალ ცეცხლს უშენდნენ რა, მაინც და მაინც ცეცხლს ასროლი იარაღი არ უნდა გეჭიროს ხელში, რომ ის ესროლო ავტომატი ცეცხლს უშენდნენ. იმაზე არ შეიძლება დემოკრატიაა და ეს თურმე რასლა. ბატონო გია, როგორც ყოველთვის ჩვენ დრო არ ყოფნის. მაგრამ საქართველოს რა ჭირდება, ესე საქართველოს ერთიანობა ჭირდება. აი ასეთი თურმე პინგვინები, როდესაც 40 გრადუსზე ქვევით არის უпростоრა ტემპერატურა, ისინი წრეში იკრიბებიან და ერთმანეთს საფრთხობენ და დადიან. აი ასეთი სანამ ეს ტემპერატურის ისინი არ დალაგდება. თანაც როგორ აკეთებენ ისინი როგორც შიგნით დგანან პატარები შიგნით არიან და ისინი იმ წრიდან არ გამოდიან. მაგრამ ის დიდიები ვინც არიან, ხო ისინი? აი გამოდიან, ტრიალებენ, აი ასე ირგვლივ დადიან და შემდეგ იცულებიან. ეს არის პინგვინები. და თმებიან რეგრიგო. ხო. და აი ინარჩუნებენ ამას და ჩვენ ქართველებმა აი ეს სიტუაციაში ამ სოფლიოში რა გეთება და ჩვენ აი როგორ ვერ უნდა მივხვდეთ ჩვენ რომ ჩვენი ძალა ერთობაშია, ერთად უნდა ვიყოთ. საქართველოს დავიცვა, ჩვენი ტერიტორია დავიცვა და აი ამისთვის აი ასეთი ჩვენ ხვდებით, რატო ვერ ხვდებით? არა, ეს ერთი მხარე ხდება და მეორე მხარე ეწინააღმდეგება მას. ეხლა წარმოვიდგინეთ თქვენ ის ეხლა რო ლაპარაკობდით, რო იტირა იმ ბოლოს და მეორე რო ეხლა ისეთი პინგვინი შემოგეპარება, როგორია ეხლა მაგასთან ერთად სიარული. მაგრამ აი ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, რომ ჩვენ ვართ ეს ქართველები, რაც ვართ ეს ვართ. მეტი არ ვართ და ჩვენი დამცავი, რასაც თქვენ ამბობთ, ხო?
ვინც დაიცავს საქართველოს, არავინ მსოფლიოში არ არის. მარტო ჩვენ ვართ ქართველები, რომელმაც უნდა დავიცვათ ჩვენი თავი. ავარიზოთ ყველანაირ რისკს თავი, ავარიზოთ ყველანაირ ომს თავი და ჩვენ ვიყოთ ისე, რომ ჩვენს მიმართ არ წამოიჭრას ვიღაცის მიერ აგრესიული ძალები, რომლებიც ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერები არიან. და მინდა საქართველოს მშვიდობა უშურო, მინდა ბატონო გია თქვენი ის გადაცემები ყოველთვის ძალიან საინტერესო აფხაზეთთან დაკავშირებით განსაკუთრებით, იმიტომ რომ თქვენ აი როგორც დიდი თავადი თქვენ ვალდებული ხართ, რომ დაიცვათ აი ის სუვერენიტეტი რაც აქვს აფხაზეთს და რომ ეს იყოს აი იმ შემადგენლობაში, რომელიც არის ქართველებთან კეთილ მეზობლურ დამოკიდებულებაში, ერთად როგორც ცხოვრობდნენ, ასე იცხოვრონ და ახსოვდეთ ყოველთვის, რომ ყველაზე დიდი დამცველები აფხაზების ქართველები იყვნენ, ქართველების აფხაზები იყვნენ. უაფხაზეთოთ და უსაქართლოთ ეს ორი ერი ვერ არსებობს და არც იქნება ასეთი ის და სხვა ყველა, ვის ამის წინააღმდეგია, ისინი არც ერთია, არც აფხაზია და არც ქართველია. მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებული.